Რომ მოხვედით სტუდიაში უპასუხებთ ჩვენ შეკითხვას, მოდი დავიწყოთ ვითარების ანალიზით, ზოგადად პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრით, ქუჩის პროტესტის წარმატებისთვის სამი ძირითადი კომპონენტია საჭირო. პირველი ეს არის დასუსტებული ან მორღვეული სახელისუფლებო სისტემა, ძალის ვერტიკალი, ძლიერი ოპოზიცია, მეორე და საერთაშორისო ზეწოლა. გითხარით ამ სამი კომპონენტიდან გვაქვს რომელიმე სახეზე? მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღეს ყველას დაავიწყდა, მაგრამ საჯარო მოხელის პროფესიული დღეა. დღეს არის საჯარო მოხელის პროფესიული დღე. მე მინდა თითოეულ კეთისინდის ერთ საჯარო მოხელის მიულოცო ეს დღე. იმიტომ რომ მესმის მათი მძიმე მდგომარეობა დღეს. ეს ხალხია, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს ემსახურებოდა. ეს ხალხია, რომლებსაც ყველაზე დიდი ისონალური მეხსიერება აქვს, კარგისაც და ცუდისაც. და ეს ის ხალხია, რომლებაც მომავალში მოგწონს ეს ჩვენ თუ არ მოგწონს, ჩვენი სახელმწიფოებრივი სხეული უნდა გააძლიეროს. სამწუხაროდ დღეს ოცნება, რომელიც 2012 წლიდან რასაც დაპირდა საჯარო მოხელეებს, იყო ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნეიტრალობას. ჩვენ ამ მიმართულებით მივდიოდით, საჯარო სამსახურის რეფორმაც ამიტომ დავიწყეთ და ეს იყო ევროკავშირთან გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი რეფორმა და საბოლოო ჯამში ორი კვირის უკან ამ ახალი არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით ისეთი კანონები მიიღეს, რომ საჯარო სექტორით საჯარო მოხელე მძევლად აიყვანეს და ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა საკანონმდებლო შექმნეს რეპრესიული მანქანის ასამუშავებლად საჯარო სექტორების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საჯარო მოხელების დიდი ნაწილი იდგა რუსთაველზე, რიგით მოქალაქეებთან ერთად და იბრძოდა იმ ფასეულობებისთვის, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ასე თვალსაჩინოა, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც საჯარო მოხელეები და მეც, როგორც მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი აუცილებლად მოვიგებთ და იცოდეთ, რომ საჯარო მოხელეებზე გადაივლის ყველაზე მძიმე ბრძოლები ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლადაც და ნორმალურ მდგომარეობამდე დასაბრუნებლადაც და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის აღსადგენადაც. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას. პროტესტი ყველგან სხვადასხვანაირია. ხო და განსაკუთრებით ჩვენს მდგომარეობაში, როდესაც ინსტიტუციონალური ბალანსის მექანიზმები მოშლილია, როდესაც ყავს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს არავინ და ეს ფაქტია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ჟურნალისტებს თხოვს, რომ დაუდასტუროს მან ლეგიტიმურობა და არ ვიცი ვიღაც ძალიან გასაკვირი სტუმრები ჩამოყავთ ამ ლეგიტიმურობის ვითომ დასადასტურებლად და რაღაცაი ამ ქაოსში როდესაც არიან, რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვთვლი, რომ პროტესტს რომ არ ყავს ერთი კონკრეტული ლიდერი, ეს სისუსტეა, პირიქით ვთვლი, რომ ეს სიძლიერია, იმიტომ რომ ფაქტობრივად იცოდეთ, რომ ყველასინება დღეს ვერ წარმოუდგენია მაგალითად, აი ეძებენ ამ ხელმძღვანელებს, ვინ აორგანიზებს ამას ყველაფერს და ვერც ვერ პოულობენ. და ეს ძალიან კარგია, ვერც იპოვნიან, ვერც მიხვდებიან ეს ყველაფერი როგორ ხდება. მე ვთვლი, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ეს ეტაპი ჩვენი განვითარების, როდესაც რაღაც ერთ ადამიანზე ჩამოვკიდებდით ყველანაირ იმედებს, პოლიტიკურსაც, სოციალურსაც და ყველანაირს. ერთ ადამიანი არა, ძლიერი ოპოზიცია როგორც ძლიერი ოპოზიცია როგორც პოზიცია დღეს საქართველოში არის. აი ეს ადამიანები, რომლებიც დგანან, შეიძლება პოლიტიკური ოპოზიცია არ ყავდეს, მაგრამ ჩვენ ყავს ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელიც ისეთ თანმიმდევრულობას და სიცოცხლის უნარიანობას აჩენს, მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საკითხებზე დგება პრობლემა. ნუ შეიძლება ეს ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, როდესაც საუბარია რომელი პარტია შევა ან არ შევა პარლამენტში, მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ცივილიზაციურ ფასეულობებზე, ასობით 1000 ადამიანი გამოდის ქუჩაში. ოპოზიციის დაუბრუნდებით საერთაშორისო ზეწოლა, ამ მესამე კომპონენტზეც გითხარით. საერთაშორისო ზეწოლა ფაქტია. საერთაშორისო ზეწოლა ფაქტია. ეს არ არის მხოლოდ პასიური ზეწოლა. ხო, პასიური ზეწოლა არის მაგალითად, როდესაც არ აღიარებენ ლეგიტიმურობას. პასიური ზეწოლა, როდესაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურეკავს თავის კოლეგას და მას მიმართავს არა როგორც მინისტრს, არამედ როგორც პარტიის წევრს. ნუ საერთაშორისო ზეწოლა მაშინ, როდესაც პასიური ზეწოლა, როდესაც არც ერთ დოკუმენტში უკვე არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები ხელისუფლებად აღარ მიმართავენ, არ მოიხსენებენ ან დე-ფაქტო, ან პარტიად. ამის შემდგომ უკვე გადადიან
აქტიურ ზეწოლაზე. აქტიური ზეწოლა არის ის სანქციების პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც აი ესე ნელ-ნელა ნაბიჯ უკვე განგრძობითია და აქ თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა იქ რამდენი კაცია, ვინ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა რა თქმა უნდა იმ 5 ადამიანზე ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ბევრად უფრო მძიმე დამნაშავეებში დანაშაული ადამიანები, ვინც იმსახურებს ამას, მაგრამ ყველას თავისი ლოგიკა აქვს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი დაიძრა, ეს არის, რასაც მე ხოლმე ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველი ფაზის ბოლო მიზანი, იმიტომ რომ არც შიდა და არც გალეგიტიმაცია უკვე არ არსებობს, არ არის. ეხლა საჭირო არის, რომ ეს ზეწოლა იყოს აქტიური, არა პასიური პოზიციონირებიდან არ ვაღიარებთ და всё, არა, აქტიური და ეს აქტიურ ფაზაში უკვე გადავდივართ. ეს დაიწყო ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და საუბარია აქ არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებზე, საუბარია ფინანსურ სანქციებზე, რომელსაც აუცილებლად გაგრძელება ექნება და ვიღაცას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გონია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება, ან შემდგომ არ ვიცი, გერმანიის მთავრობის ცვლილება, ან ევროკავშირში რაიმეს შეცვლის მათთვის ძალიან ცდებიან და თუ ამ სიცრუეში ცხოვრება უნდათ, იცხოვრონ. მაშინ სანქციებზე რადგან გადადით, ამოვწუროთ ეს თემა, შტატებისგან მოვისმინეთ, რომ დაახლოებით 4-5 კვირაში ბაიდენის ადმინისტრაციისგან იქნება ალბათ კონკრეტული ნაბიჯები მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას. ადრე ამბობდით, რომ არ გიხარიათ ზოგადად სანქციები, არ ხართ ამის მომხრე. ახლა ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის სრულიად აუცილებელი ინსტრუმენტი ოცნებისთვის ზიანის მისაყენებლად და ოცნებისთვის ზიანის მისაყენებლად არა. საქართველოს მოქალაქეების და ქართული დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ეს არის. რატომ? იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მიხარია და არ შეიძლება, ეხა ვის შეიძლება უხაროდეს, რომ შენი ხელისუფლება, მთავრობა, როცა დასანქცირებულია და პარლამენტის წევრები, არ შეიძლება ეს გიხაროდეს. მაგრამ მე როდესაც ვამბობდი, რომ არ მიხარია, ამის შემდგომ ოცნებამ გააყალბა არჩევნები. ამის შემდგომ ოცნებამ გააჩერა მოკლა პირდაპირ ეთერში ქვეყნის ევროპული მომავალი. ამის შემდგომ ქცემა იძალა და რიგით მოქალაქეებზე ადამიანები წამების ფორმებამდე მიიყვანეს, იმიტომ რომ ეს იყო სისტემური ძალადობა, ხო? ამიტომ ამის შემდგომ გაფორმდა სისტემა, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. რეჟიმად ჩამოყალიბდა, რომელიც დგას ძალადობრივ სისტემაზე, ეს არის სამართალდამცავი და ორგანიზებული დანაშაულის სისტემა, ეს არის მეორე, ეს პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელსაც მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები ავრცელებენ და მესამე ეს არის კორუფცია. ხო, აი ამ სამ ბოროტებაზე, სისტემურ ბოროტებაზე დგას დღეს რეჟიმი. რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა ისე როგორც ყველა პოლიტიკოსის და ყველა აქტიური მოქალაქის უნდა იყოს, რომ ამ ბოროტებისგან ეს ქვეყანა დავიცვათ. ეს ქვეყანა რომ დავიცვათ, თუ სხვანაირად არ გამოდის და ჩვენ იმედი გქონდა, რომ ამას გავაკეთებდით არჩევნების გზით. მოკლეს არჩევნები, როგორც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზაა. მაშინ მიიღებენ სანქციებს და ვიღაცას თუ გონია, რომ ეს სანქციები ვინმეს უხარია, არ გვიხარია, ჩვენ თავს ვიცავთ. და ამ თავდაცვამდე მიგვიყვანა აი ამ რეჟიმმა. კი, აი ბატონ გიორგი, თქვენ რადგან კარგად იცნობთ ოცნების ანატომიას, აი შეგიძლიათ გითხრათ, ვისი დასანქცირება მოიტანს ეფექტს? აი სახელების და გვარების ან თანამდებობების ჩამოთვლა. აი ვისი დასანქცირება მოიტანს ეფექტს? ან აგვიხსნათ, მათ შორის შეიძლება თუ არა იყოს მაგალითად იმედთან, ლიბერტი ბანკთან დაკავშირებული ირაკლი რუხაძეც, ანუ ამ ჩამონათვალში და აი სანქციების შემდეგ რა ვითარებაში იქნება თავად ოცნებაც და ქვეყანაც, ანუ მოიტანს თუ არა ეს შედეგს ახალ არჩევნებს. რა თქმა უნდა, მე ახლა კონკრეტულ სახელებს არ დავასახლებ და ვერ დავასახლებ, მაგრამ სისტემურად თანამდებობების სისტემურად. აქ რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იყოს ივანიშვილის ინფრასტრუქტურა, ხო? 3-4 ადამიანი, რომლის საშუალებითაც კომუნიცირებს გარე და შიდა სამყაროსთან და ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არიან ეს ადამიანები. ეს პერსონალური ანტურაჟი. მეორე უნდა იყოს აუცილებლად ფინანსური სპონსორები. ეს არის ხშირ შემთხვევაში კორუფციაში ჩართული სისტემური ბიზნესები, რომლებიც ფაქტობრივად და დღეს რეჟიმის სპონსორები არიან. ეს არის უმსხვილესი, ასე ვთქვათ, ოლიგარქები, პატარა მცირე ოლიგარქები, რომლებიც სისტემურად კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები და ისინი არიან რეჟიმის სპონსორები. მესამე, ეს რა თქმა უნდა იყოს პროპაგანდისტული მანქანები და ეს არ არის ერთი, ეს არის 2-3, აი ეს პროპაგანდისტული მანქანები, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ნიღბიანი ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობენ ყოველდღიურად ქუჩაში რიგით მოქალაქეებზე, უდანაშაულო ადამიანებს. და მეოთხე, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ის
ფორმალური სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს ფაქტობრივად იმის მაგივრად რომ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და ასრულებდნენ იმ მანდატს, რომელიც მათ ეკუთვნით, ასრულებენ ერთი პარტიის ან ერთი კონკრეტული ადამიანის მოვალეობას. 4 სფეროა, 4 განზომილება. ამ 4 სფეროს დასანქცირების შემთხვევაში იქნება იძულებული გახდება ივანიშვილი დანიშნოს არჩევნები. ამ 4 განზომილებიდან 3 ადამიანი რო ამოირჩეს, დამთავრებულია. თვითონ ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა, თუ აი ეს გარემოცვა იქნება საკმარისი და მისთვის შესაძლებელია ბოლო მომენტამდე სივრცის დატოვა. არა, ეს ახლა გემოვნების საკითხია, ტაქტიკის საკითხია, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა იყოს. უბრალოდ უსამართლო იქნება სხვების წინაშე. ნუ როგორ შეიძლება ახლა? ნუ აი როგორ შეიძლება? აი მაგალითად ახლა წარმოიდგინეთ, არ ვიცი, ახლა გვარები არ მინდა დავასახელო ამ 5 ადამიანიდან, ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას ვიცნობ. აი როგორ შეიძლება ახლა იმის დანაშაული იყოს შეესაბამებოდეს სანქციების სტანდარტს და იქ იმდენი ადამიანია, ნუ რა, ხო? აი ივანიშვილის სანქციებას რატომ გეკითხებით? დასანქცირებული ივანიშვილი დანიშნავს ხელახალ არჩევნებს, ვფიქრობთ? აქ არ არის საუბარი. სანქცია არ არის თვითმიზანი და დასანქცირება ჩვენ კონკრეტულ შედეგებს არ მოგვიტანს. ეს ხო უნდა გვესმის. ამიტომ გეკითხებოდით ამ შედეგს მოიტანს. ამიტომ გეუბნებით, რომ მე ხოლმე ვამბობდი, რომ დასანქცირება უნდა იყოს პირველი ფაზის ბოლო შედეგი. და ეს უნდა მოხდეს იანვრის ბოლომდე. ხო, სანქციები შეიძლება შემდგომაც გაგრძელდეს. ეს კაცშულმა არ იცის ახლა იქ როგორი იქნება მიდგომა, სისტემა როგორი იქნება, რას აღმოაჩენს მაგალითად არჩევნების გაყალბების ნაწილში შესაძლო გამოძიებები, რომლებიც დაიწყება და კიდე ბევრი რამ, ხო? ეს ინტერესი ხოცნებამ თავისივე ძალისხმევით მიიპყრო საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებების და კიდე ბევრი რაღაცის თავის მიმართ. და იქ რეები გამოჩნდება, ჯერ კაცშულმა არ იცის. ამიტომ ეს გრძელი გზა. მაგრამ პირველი ფაზა ეს არის იანვრის ბოლომდე. კიდევ ერთხელ გაუმეორებ, ძალიან კარგად დაიმახსოვრონ და ეს პირველი ფაზა მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა ქონდეს ლეგიტიმაცია არც შიდა, არც გარე. კუჩის მშვიდობიანი პროტესტები უნდა გაგრძელდეს ეს წნეხი და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს საერთაშორისო აქტიური წნეხი სანქციების მეშვეობით. ამის შემდგომ ჩვენ მივდივართ შემდეგ ეტაპზე. ეს შემდეგი ეტაპი არის უკვე პოლიტიკური იზოლაციის შედეგად მიღებული ის გარემო, რომელშიც ოპერირება ნორმალურ სახელმწიფოს უბრალოდ უჭირს. და შესაბამისად, ამიტომ მეორე ფაზაზე ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ. ზუსტად ისე, როგორც დავიცავით, მაგალითად, შეიძლება ვიღაცას ეცინება აი დიპლომატიური პასპორტების დასანქცირებას, ხო? მესმის, მაგრამ მეორე მხარეს იყო რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. რა თქმა უნდა, აქ არჩევანი ჩვენთვის გასაგებია. მოქალაქეებს დავიცავთ და დანარჩენი ყველა ინდივიდუალურად დაასანქცირეთ, იმიტომ რომ უკვე ეს ხალხი პირდაპირ აზიანებს არა მხოლოდ ქვეყნის მომავალს, უბრალოდ ქუჩაში ძალადობენ. და ეხლა ვიღაცას თუ გონია, რომ ეს სისტემური ძალადობა ქუჩაში რობოკობების საშუალებით არ ხდება, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის იმას რა ქვია, ბნელ ქუჩებში ადამიანებზე არ ძალადობენ, არ აშინებენ ან კიდე რამე უბედურებებს არ აკეთებენ, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ამათ მარჩიეს წერტილოვანი მუშაობა იმას, რაც აქამდე იყო. კი, აი სანქციების სამიზნე ჯგუფებში თქვენ როგორც თქვი ამ კომპონენტებს დაუბრუნდებით, თუმცა აი ოპოზიციაზე როდესაც საუბრობდით, იქ დამრჩა კითხვა ერთი შეხედვით ჩანს, რომ ფაქტობრივად ოპოზიციამ ქუჩაში არსებული პროტესტის აი მუხტის თარგმნა პოლიტიკურ ენერგიად ვერ მოახერხა. პრინციპში არც თქვენ ცდილობდით ამას, რომ ყოფილიყავით ამ აქციებში ასეთ ჩართული და თავად პროტესტის მონაწილეებსაც არც დიდი სურვილი ქონიათ, პირიქით უფრო დისტანცირებას ცდილობდნენ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ამის დრო ჯერ არ არის შანსი უკვე გაუშვით ხელი და თან ამ აქტორის გარეშეც ამ პროტესტის თუ პროცესის კულმინაცია და წარმატებაც შეიძლება შეუძლებელი იყოს. პრაგმატული გეგმის საკითხი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თვითმიზანი მარტო ახალი არჩევნები არ არის. თვითმიზანი არის ეს ახალი არჩევნები რა გარემოში ჩატარდება. თუ ახალი არჩევნები ჩატარდება იგივე გარემოში, რა გარემოში ჩატარდა წინა არჩევნები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური წნეხი და ამ პოლიტიკურ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებიც შემოვიყვანოთ. იმიტომ რომ ხვალე რომ დაგთანხმდნენ მაგალითად რიგარეში ან ახალი არჩევნების ჩატარებაზე, იქ არის ისეთი ინსტიტუტები, რომლის ადმინისტრაციების ცვლილების გარეშე აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას, ხო? ამიტომ ჩვენ ხო ყველა უბანზე ყველგან ვერ გავაკონტროლებთ ერთი და ამიტომ იქ არის სერიოზული ცვლილებები გასაკეთებელი. ამ სერიოზული ცვლილების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ჭიდაობა იქნება. ამიტომ თუ ივანიშვილი აი ამ პროცესში არჩევნების შემდგომ აქტივებს კრებს, მაგალითად, აქტივი არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკუთრება, აქტივი არის საკანონმდებლო ცვლილებები, როდესაც რეპრესიული მექანიზმი შეუქმნა საჯარო სექტორს.
აქტივი არის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილება, როდესაც ნიღაბი თურმე არ შეიძლება და კიდე ბევრი რამ. ჩვენც აქედან აქტივები უნდა ავკრიფოთ მოლაპარაკების მაგიდების ეს აქტივი არის სანქციები და საზოგადოების ჩართულობა, ანუ გააქვთ რესურსი რომ ხალხი ქუჩაში გამოყვეთ და ამას არაკეთებთ პრაგმატული მოსაზრების გამო. პირიქით. ტაქტიკა მთავარი აქტივია ხალხი, მაგრამ გავითვალისწინოთ რომ ჩვენ თუ ყველა ეს აქტივები არ შევაგროვეთ ერთად, ხო? მარტო უბრალოდ რთული იქნება, იმიტომ რომ იქით ამ ხრიდან იმხელა სისტემური კონსოლიდირებული ძალაუფლება, ფინანსური რესურსები და კიდე ბევრი რამეა, ეს მარტივი არ გამოვა. ჩვენ ხო არა გვაქვს. ეხლა წარმოიდგინეთ. მაგას გეკითხებით, აი შეგროვება ჩანს თუ არა რომ ხალხი მოყვება. რა გიხსნით როგორ? აი მარტივ სურათს წარმოიდგინეთ, რომ დაუშვათ ოცნება და ივანიშვილი ამ კრიზისიდან გამოძვრა. წარმოგიდგენიათ რამხელა იმუნიტეტი ექნებათ და საერთოდ ქვეყნის განვითარების ამის შემდგომ შესაძლებლობა როგორი მძიმე იქნება. ამიტომ ჩვენ ერთი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა არ გვაქვს. ამიტომ ყველა რესურსი რომელიც არსებობს, ეს არის ხალხი, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის ოპოზიციური პარტიები, ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, ეს ბიზნესი რომელიც გამოფხიზლდა და გაიღვიძა. ეს ყველაფერი ერთად თუ არ შევკრიბეთ და დავდეთ, მერწმუნეთ, ეს რთული იქნება. ამიტომ ეხლა რასაც ვაკეთებ და ყველაზე მთავარი უნდა მოხდეს ფაზებით გიყვართ საუბარი, აი რომ ფაზაში უნდა დადოს ამან. რატო ფიქრობ თავის? ეს ყველაფერი ხდება სხვადასხვა ძალისხმევით. მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრს. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ რომ ეს სანქციები იყოს გათვლილი და ეს არ იყოს რაღაც ჰაერში გასროლილი. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმაზე რომ არა რიგითი მოქალაქეები და ვიზები ამათ არამედ ეს ყველაფერი იყოს ტარგეტირებული. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ შიგნითაც. ხო? მაშინ როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მტკიცებულებები, არჩევნების გაყალბები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან ერთად ქუჩაშიც ვდგავართ ამ ხალხთან და რაც მთავარია, ხელს არ უშლით ამ ხალხს. ხელს არ უშლით ამ ხალხს, იმიტომ რომ ეს ჰორიზონტალური ინტეგრირებული მართვის სისტემა სამოქალაქო პროტესტის არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე სიცოცხლის უნარიანი. ამიტომ გვაქვს და მოდი ბიზნესზე მოვასწროთ საუბარი და ასახელეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, აი როცა სანქცირებულებს ჩამოთვლიდით, მთავრობასთან შეზრდილ ბიზნესს გულისხმობდით. არჩევნებში ყოფილი თქვა, რომ 20-მდე ბიზნესმენ შეხვდა, გაუშვა ისინი დამშვიდებულები, არ ვიცით ვინ იყვნენ, ეს ადამიანები თავად როგორც ჩანს არჩევენ დარჩეს ეს საიდუმლოდ, როგორ ფიქრობთ, მათ ყვებავენ ტრამპის მოსვლის და დაალაგების პროპაგანდით, ან რასაჩვენებს ის, რომ დამალულია ეს ინფორმაცია ვის შეხვდა? არა, ეს არაფერს არ მოაჩვენებს. ეს შეიძლება აჩვენებდეს ერთადერთ რამეს, რომ ამ 20 ბიზნესმენს სულ არ უნდა, რომ გასაჯაროდეს ის, რომ რაღაცაზე საერთოდ ამ ხელისუფლებას ელაპარაკებიან. ეხლა მან ბევრი რამე შეიძლება იყოს, ხო? ამიტომ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ როგორც იქნა ბიზნესის ხმა გაისმა. მესმის, რომ ეს არის საშუალო ბიზნესი უფრო მეტი, მსხვილი ძალიან ნაკლები, მაგრამ ბიზნესის ხმა გაისმა. ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად აქტიური და კრიზისებში პოლიტიკურად აქტიური ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მათი სიჩუმე და მათი არ მონაწილეობა აი ამ სოციალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან პროცესებში ძალიან დამთვრმელი იყო ყოველთვის, ყველასთვის. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იგივე ბიზნესი, იგივე არა, სხვა ბიზნესი, უფრო შეზრდილი, ოლიგარქიული, კორუმპირებული, რა თქმა უნდა, არიან ძირითადი სპონსორები ამ ხელისუფლების. ეხლა თქვენ ხო ხვდებით, რომ იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმი დაამყარო და შემდგომ შეინარჩუნო, ეს ძალიან ძვირი სიამოვნება, ამას ძალიან ბევრი ფული ჭირდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხა ივანიშვილი თავის ფული მოაქვსახლიდან? რა თქმა უნდა, არ მოაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიზნესს უკვე ამ სისტემას უკვე ჩამოუყალიბდა სპონსორები ბიზნესის მხრიდანაც. ეს ხალხი თუ კონკრეტულ გადამწყვეტ მომენტში სწორ არჩევანს არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, ისინი სანქციების რისკის ქვეშ უნდა დადგნენ, იმიტომ რომ რეჟიმი რაღაცაზე დგას. და დღეს რეჟიმი დგას კიდევ ერთხელ სამ ძირითად ფუნდამენტზე. ეს არის ძალადობრივი სისტემა, ეს არის ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული საინფორმაციო რესურსები და ეს არის კორუმპირებული სპონსორები ამ ბიზნესის. კი, აქ ვკითხავთ, ორი ბანკის გადაწყვეტილება რას გეუბნებათ 5 მილიონის გამოყოფაზე, ეს მათი მაქსიმუმია თუ ფრთხილობენ? ორი ბანკის გადაწყვეტილება მეუბნება იმას, რომ ეს არის ფრთხილი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი პირველი ნაბიჯი, მე მესმის ძალიან მათი მდგომარეობა, ეს სისტემური ბანკებია. ხო, ისინი ახალ არჩევნებზე განცხადებას არ მიერთებიან. ეს სისტემური ბანკებია, მათი ფრთხილი დამოკიდებულება
ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, მესმის რომ ხა იქ რაოდენობაზე საერთოდ არ უნდა გავზომოთ, ის საერთოდ რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა მერწმუნეთ, ყინული დაიცრა, მერწმუნეთ, ყინული დაიცრა. ამის შემდეგ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. ხო, მაგრამ აი ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის ის, აი რასაც ვამბობდი, განცხადება, რომელსაც ბიზნეს სექტორი 1000-ზე მეტი კომპანია უერთდება, ამას არ მიერთებიან ეს ბანკები, სადაც არის მოთხოვნილი პოლიტიკურების გათავისუფლება და ახალი არჩევნა. კი, მესმის თქვენი კითხვის უკან რა აზრი დგას, ესეც მესმის, მაგრამ უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში. მათ ობიექტურად მეტი დღეს არ შეუძლიათ. ჩვენ კი გვინდა მეტი. ველოდებით მათგან მეც, მაგრამ მათ ობიექტურად დღეს მეტი არ შეუძლიათ. იმიტომ რომ ეხლა რომ გამოვიდნენ ეხლა ამ ობიექტურა სუბიექტური ქცევა მსგავსი სისტემური ბანკების, ну, საკმაოდ რისკის შემცველია, ამიტომ ეს არ არის ის ვითარება, როცა ხვალგვიანი იქნება? უბრალოდ გვიანდება. ბანკების შემთხვევაში მე რატო ვთქვი, რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ყინული დაიძრა. ეს ის სექტორია, განსაკუთრებით ეს ორი ბანკი, რომ ჯობია პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ თანმიმდევრულად მერწმუნეთ. იმიტომ რომ აი აქ აი ესეთი სერიოზული ფლუქტუაციები არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან რთულ მაკროეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. ეხლა ვიღაცებს კი გონიათ, რომ საახალწლოდ კურსი გამყარდა და ამით რაღაცა ეს კითხვის იმ ნაწილზე არ გითხობთ ეს ტრამპის მოსვლის და დალაგების პროპაგანდა, მათ შორის ეკონომიკის ნაწილში, რომ აიღო ყველაფერი მურჩება. ამ რიცხებება ეს იმედი. ეს ეხლა ეს ზღაპრები გათვლილი არის პირველ რიგში შიდა მოხმარებისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად შიდა ეს გამხნევება ჭირდება დღეს ოცნების მხარდაჭერსაც და გუნდის წევრებსაც, იმიტომ რომ ეს ხალხი რა თქმა უნდა ღელავს. ისე როგორც ჩვენ ყველანი ვღელავთ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, ხო? ჩვენ შეიძლება სხვადასხვა მხარეს ვიყოთ, მაგრამ ისინი ღელავენ, ხო? ამიტომ რაღაცა ჭირდებათ. აი მარტივად რო დააკვირდით, ისინი ერთი კვირის წინ დარწმუნებული იყვნენ, რომ ტრამპის შემდგომ ყველაფერი მათთვის პოზიტიურად შეიცვლებოდა. დღეს გამოთქვამენ უკვე იმედს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა. რაც უფრო ახლოს მივართ 20 ივლისთან, 20 იანვართან მერწმუნეთ, რომ შეიძლება მე თქვა რომ აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპის გლობალური ომის პარტიის ნაწილი ყოფილა და მათ ძალიან დიდი იმედგაცრუება და რაღაც აი ასეთ საოცრებებში გვაცხოვრებენ და სამწუხაროდ ბევრ მათგანს როგორც ჩანს გულწრფელად ჯერა. კარგი, შემდეგ თემაზე გადავიდეთ. მოგეწონათ თუ არა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში. თქვენ როდესაც იყავით ჩვენი სტუმარი გადაცემაში, მაშინ არჩევნების სავარაუდო გაყალბება, არჩევნების გაყალბება იყო თემა. მაშინ კითხეთ, რომ ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მაინც და მაინც არ არიან საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ერთადერთი აქტორი, ვისაც ინტერესდება საერთაშორისო მედია, ეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია და ასე არის პრინციპში ახლაც, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში საერთო სურათში, არ ვიცი, გამონაკლისი შეიძლება ვერ ცვლიდეს სურათს სამშაბათში, საერთო სურათს, რაც არის ქვეყანაში შექმნილი. მე მინდოდა მეკითხა საბოლოო ჯამში ამ ოთხმა პარტიამ და პლუს დამატებით სალომე ზურაბიშვილმა მაინც ვერ შექმნა შტაბ-ბეჭდილება, რომ ერთიანი კოორდინირებული მოქმედებაში არიან ისინი. ამას ხელს უშლის ამბიციები, მათ შორის თუ ნდობის არ არსებობა ერთგვარი. არ არის, უყურეთ, საერთოდ ამბიციები საერთოდ არაფერ შუაში აღარ არის. ეს ერთი, მეორე. ნუ ობიექტურად მათ შორის ფასეულობის დონეზე არის სხვაობები. ეს უნდა გვესმოდეს. ამაში ცუდი არაფერი არ არის. მით უმეტეს რომ ჩვენ ვამბობთ რომ არის საერთო ეროვნული ფასეულობები, რომლის ირგვლივაც ჩვენ კი არა, ხალხი არის გაერთიანებული და რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი არჩევნების დაცვაზე და ქვეყნის ევროპულ მომავლის დაცვაზე, ჩვენ ყველანი ერთად გავართ. აქ საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ იმის იქით ძალიან ბევრი სხვაობაა. აი მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია და მე ვერ მივიღებ, როდესაც ერთი კონკრეტული პარტია ამბობს, რომ მიშა სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი ნომერი 1 საქართველოში. აი გუშინ თქვეს. არ არის მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი ნომერი 1. საერთოდ პოლიტპატიმარი არის თუ არა, დავანებოთ ახლა ამას თავი, მაგრამ უამრავი ადამიანი, ასობით ადამიანი ნაცემი დღეს აი კაპეზეზე არის. თუმცა საქმე არ არის პოლიტიკურად აღქმული თქვა. რა, მესმის. მაგას არ ვამბობ, მაგრამ დღეს როდესაც ამას ამბობ, კონტექსტურად, როდესაც 400-500 ადამიანი გასანთავისუფლებელი ყავს, რომლის მდგომარეობაც ჯანმრთელობის არავინ არ იცის, როგორია, აი მარტივ მაგალითს გეტყვით, ერთი ჩვენი წევრი, რიგითი ადამიანი, რომელიც გაასამართლეს და 12 დღით გაუშვეს, რომ გამოვიდა. მე ექიმთან მივიყვანეთ და 3 ნეკლი ქონდა გატეხილი. ეგ საერთოდ უფლება არ ქონდა. ხა როგორ შეიძლება აი ამ კონტექსტში სანამ ეს ადამიანები ყველა თავისუფალი არ არის, ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი პოლიტიკოსის საკითხი არ არის აქტუალური. ამიტომ ასეთ რაღაცეებში
ნუ ვერ ფასეულობების თემაა ეს, ხო? მაგალითად დღევანდელ ბრძოლაში ვიღაც მეც რო ვიყო, ან ვიღაც ჩვენი გუნდის წევრი რო იყოს, ვერ დადგება ის ამ ფასე, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ საერთო ფასეულობები რაც გვაერთიანებს, ეს არის ევროპა და ეს არის მოპარული კი არა და არჩევნების საერთოდ, არჩევანის უფლება ქვეყანაში და ხა იმის იქით ხშირად არის ხოლმე რომ აი ჩვენ უბრალოდ არ აგვაქვს ეს კომპლექსი და ჩვენ ვამბობთ ხშირად რომ არ მოგწონთ ჩვენ, არ გვაინტერესებს ეს. იქ სადაც საუბარია რომ ერთად დავდგეთ, დავიცვათ დაზარალებულები, ნაცემები, პატიმრები, ევროკავშირი, არჩევანის უფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. მაგრამ ხანდახან ახლა არის საკითხები, ჩვენ ფასეულობებს ხო არ შევიცვლით, ჩვენ ხო ვერ შევიცვლებით, ხო? მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან კარგი პრაქტიკაა და გამოცდილება ის თანამშრომლობა, რომელიც ეს არის მაქსიმუმი, რაც შეუძლია ოპოზიციას? არა, რას ამბობთ, კაცო? რას ამბობთ? ეს არ არის მაქსიმუმი. ეს დასაწყისის დასაწყისია. გაითვალისწინეთ საკმარისი მაშინ? ყველაფერი მზარდ ქმნის, გაითვალისწინეთ ერთად. მე მესმის ეს რაც ეს ნუ იმედგაცრუება, მაგრამ გაითვალისწინეთ, მე ჩემზეც ეს არავინ არ იცის. ბოლო 12 წლის განმავლობაში ოცნებამ იმდენი ინვესტიცია გააკეთა, პერსონალურად ივანიშვილმა, იმდენი ინვესტიცია გააკეთა, ყველანაირი. რესურსული, ფინანსური, რომ ოპოზიცია ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს არის. ძალიან ბევრი. და ეს ობიექტური რეალობა. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ. ამიტომ ვამბობ მე, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთი პარტია, ერთი ლიდერი, რაც უფრო მეტი სხვაობაა. ოღონდ მთავარი არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ და პრაქტიკაში დავადასტუროთ, რომ საერთო ეროვნულ საკითხებზე, რაზეც საქართველოს მოქალაქეების კონსენსუსი უკვე არსებობს. ამის ირგვლივ ჩვენ არ ვდაობთ არჩევნებზე, არ ვდაობთ ევროპაზე, არ ვდაობთ დეოკუპაციაზე, არ ვდაობთ კორუფციაზე, მაგრამ სხვა ყველაფერზე შეიძლება ვიდაოთ და ამიტომ ახლა კეთილი სალმე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასება გთხოვათ. თეონამ აქ იყო ერთი საინტერესო დეტალი მის გამოსვლაში, ფაქტობრივად ბოდიში მოიხადა მან გავრილობის ღამის გამო, თქვა რომ შესაძლოა მასაც არ დაუნახავს საკმარისად ნათლად, რომ ქართული ოცნება რუსულ გზას დაადგა სწორედ 2019 წელს. მოვისმინოთ ეს განცხადება და ასევე მოვისმინოთ თქვენი ინტერვიუს ნაწილიც, როცა იყავით ჩვენი სტუმარი და კითხეთ ამ თემაზე, ხომ არ გადააფასეთ ეს პროცესი, როგორც ერთგვარ პირველი საჯარო სიმპტომი, რომ ხელისუფლებამ გადახარა ვექტორი. ვნახოთ ეს კომენტარები თუ შეიძლება. შესაძლოა ჩვენ არ დაგვინახავს ეს შესაძლოა მე არ დამინახავს ეს საკმარისად ნათლად ქართული ოცნების რუსული გზა რომელიც დაიწყო 2019 წლის გავრილობის ინციდენტით როდესაც ეს რუსი მიიწვიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რაც იყო ძალიან უცნაური და გამოჩნდა როგორც ინციდენტი შემდეგ მივედით შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფამდე რაც იყო იმ რეფორმებისგან გადახვევის და სხვა მიმართულებით წასვლის ბევრად ნათელი ნიშანი რომლის გატარებასაც ევროკავშირი ითხოვდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთთან დათბობის მოსინჯვა ქართული მაოცნებამ სწორედ მაშინ სცადა პირველად ქართულ საზოგადოებაში დათბობის პოლიტიკის მოსინჯვა. ეთანხმებით. არ ვიცი ხა თქვენ რას გულისხმობთ თამაში. მე მაშინ ვიყავ შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩემი პირდაპირ ვალდებულება და მოვალეობა იყო ძალადობრივი შტურმისგან დამეცვა სახელმწიფო ინსტიტუტი. რაც მე გავაკეთე, ვინ როგორი სარგებლა ამით, ან ვინ დააპროვოცირეს ეს პროცესი, ეს პოლიტიკური თემა და მე ვფიქრობ, ჯერ ძალიან ახლოს ვართ ჩვენ. ძალიან ცოტა დროა ცოტა დრო გასულია გვეუბნებოდით ახლა გადააფასეთ ეს მოვლენები თუ ისევ მხოლოდ სახელმწიფოზე შტურმი არის თქვენ ისევ ცოტა დროა რა თქმა უნდა ეს იყო სახელმწიფოზე ინსტიტუტზე შტურმი ფიზიკური შტურმი და ამის გარდა არაფერი არ არის მე ხო ისტორიულ შეფასებას არ ვაკეთებ ხო ქალთან პრეზიდენტმა თქვა რაც თქვა ну ჯერ ერთი კონტექსტი იყო სხვა ხო იქ ევროპარლამენტი ემოციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაშინ ქალთან პრეზიდენტი იყო პრეზიდენტი მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი ხო ну ამიტომ დღეს რომ გადააფასა ერთად ამიტომ რომ გადააფასა ასე გამოვიდა რომ შესაძლოა მასაც არ დაუნახავს მაშინ საკუთარ ნათლად შესაძლოა შეფასებით ნაწილში მეც რაღაც გამეპარა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს არ იყო შტურმი და ეს შტურმი ჩემი როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსაგერიებელი ამიტომ გაკითხებით შტურმის გარდა რამე სხვა თუ იყო ამ ნაწილზე ბევრჯერ გვიდავია და არ არის დღეს ჩემი მიზანი შტურმის გარდა ეს რო ყოფილიყო რუსული გავლენების შემოჭრა ქართულ სახელმწიფოებრივ სხეულში და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციაში მერწმუნეთ რომ მაგისგან დავიცავდი
მე არ მაქვს ეს კომპლექსები, დამიჯერეთ. არ მაქვს მე ეს კომპლექსები. ანუ კობახიძემ რომ ჩასვა გავრილოვი სპიკერის სავარძელში, ეს თქვენთვის არ ნიშნავდა იმას, რომ ვექტორის გადახრა სწორედ 2019 წელს დაიწყო რუსეთისკენ ივანიშვილმა. ამ გადასახედიდან შეიძლება იმ დროს ასე არ გეფიქრათ. არ ნიშნავდა. ჩემთვის ეს მე გეტყვით რატო თან. ჩემთვის ეს ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ერთმა იდიოტმა ვერ გათვალა უბრალოდ რაში მიუხედავად იმისა რომ 10 ჯერ აუხსენით ვერ გათვალა უბრალოდ ამას რა შეიძლებოდა მოყოლოდა და მე უბრალოდ გაიქცა და დაიმალა რა ეს ამას ნიშნავს რატო იმიტომ რომ ამის შემდეგ მერწმუნეთ რომ სწორედ ამის შემდეგ მე როგორც უკვე პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მქონდა ეს დაწყებული იმიტომ რომ მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ სხვებისგან განსხვავებით მთელ ძალოვან სტრუქტურას ასე ვთქვათ ფარველობდი რბილად ვიტყვი და ეს გავლენები მქონდა მაშინ მე შევძელი და ჩვენ ყველაზე ეფექტური და როგორც ახლო და ღრმა თანამშრომლობა ნატოსთან მაგრამ აკონტროლებდით თან ნატოსთან მქონდა მაშინ მას შემდეგ და გესმით ეს მაშინ დავიწყეთ ჩვენ ბევრი სისტემური როგორც პირველ სიმპტომზე ხო ცდილობაზე არა მე ვთვლი რომ რეალურად ეს სიმპტომები რაც თქვენ გინდათ ახლა რომ მე არ მაქვს ახლა მე არ მაქვს რომ ბოლო ჭეშმარიტების ინსტანცია რომ მაქვს ეს ჩემი სუბიექტური შეფასება ეს ყველაფერი დაიწყო 20 წლის არჩევნების შემდეგ იმიტომ რომ ნათელი გახდა რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ორ პოლუს შორის წინააღმდეგობაზე თამაში არის ერთადერთი გამოსავალი და ნუ ეს იყო და ეს რა მაგრამ მე შემდგომ როდესაც დაიწყო უკრაინის ომი მაშინ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები თორე ის რომ ეხა კეკლუცობა ხო ეს რაღაც ეს რა თქმა უნდა დაიწყო 20 წლის არჩევნების შემდეგ არ დაწყებულა ეს 19 წელს ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ ეხლა და პრეზიდენტი როგორ ხედავს შეიძლება მეტი ინფორმაცია აქვს რა შეიძლება ჩემზე მეტი იცის არ ვიცი და თუ იცის რამე კითხავ რა თავის დროზე ვერ დაინახა და ახლა დაინახა კი ბატონო აი როდესაც ახლა დეკემბრის პროცესებს ვადევნებდით თვალს ოცნების ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა სამოქალაქო საზოგადოება უფრო და უფრო ხშირად ამბობს რომ ეს პირდაპირ არის წამებასთან გათანაბრებული მოვლენები რასაც ადამიანები ყვებიან ხომ თქვენ ამ პერიოდში აი მედიასთან კომენტარების გაკეთების დროს მოგვეჩვენა რომ მორალური დილემები გქონდათ არ ვიცი აი გავრილოვის ღამე ეს თქვენთვის უფრო მეტად პოლიტიკური ტრავმაა თუ ადამიანური არა ადამიანური რა თქმა უნდა პოლიტიკურად მე გავრილოვის ღამე 60-იან რაც მქონდა ის 60-იან შევასრულე დავიცავი პარლამენტის შენობა და სახელმწიფო ინსტიტუტი ადამიანურად რა თქმა უნდა იქ იყო რამოდენიმე ასე ვთქვათ რამოდენიმე შემთხვევა რომელზეც ადამიანურად ეხლა მე ყოველთვის მექნება მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ტრავმა თუ არა პოლიტიკური ტვირთი ну ბევრზე მირაპაკია მე ამას რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური ტვირთი რა მე ვატარებ ამ ტვირთს და არ შემიწუხებია არავინ და არავის არ მithხოვია რომ მოდი შემომეხიდეთ ამ ტვირთის ტარებაში ვატარებ მე ამ ტვირთს და ჯერჯერობით გამომდის და წინა ხოთა რა იქნება კი ბატონო აი არაპროპორციულ ძალაზე გინდოდა რაღაცა არაპროპორციულ ძალაზე რა მეთქვა გაითვალისწინეთ ერთი რა პრინციპული სხვაობა და რატომ არის ეს ახლოს წამებასთან აი მე მახსოვს გავრილოვის ღამის შემთხვევებიც ხო მიუხედავად როდესაც ადამიანებს ვაკავებდით აი დაკავების შემდეგ ერთი შემთხვევაც რო ყოფილიყო აი რა ვიცი ხელით შეხების დაკავებულზე ეს იყო მთელი გამოძიების საგანი დღეს ამ შემთხვევაში სისტემურად დავალება ქონდათ რომ დაკავების შემდგომ უნდა ეცემათ ეს მთელი ჯაჭვი იყო აგებული ადამიანებს ჯერ აკავებდნენ ამის სოციალური ხალხი ყავდათ აი ესე დააკავებდნენ მე იმას კი არ ვამბობ რომ ჩვენ დროს არ ხდებოდა ასე დაკავება ხდებოდა მაგრამ ადამიანს რო დავაკავებდით მე იმის ცემას ვინ გაბედავდა დაკავებულ ადამიანზე ადამიანი რომელიც სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ არის იმის ცემა შემდგომ ისე როგორც ხდებოდა აქ ყველაზე კატასტროფა რაც არის აკავებდნენ და შემდგომ დაკავებულ ადამიანებს ცემდნენ ისეთ და ეს სამართლებრივი ნაწილი და აქ ფუნქციები გადანაწილებული იყო რობოკოპი არის რობოკოპი უნდა დაეკავებინა ერთს მერეს უნდა გადაეცა მეორეთვის იმას უნდა ეცემა მერე მიიყვანა პატრულში ეს ერთი მეორე ეს ხო ჩაშლილი ინსტრუქცია იყო და ამის შემდგომ ხა მორალურად როდესაც უყურებ რომ ადამიანი პოლიციელი რომელიც ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას უნდა იცავდეს წაქცეულ ადამიანს თავში რო ურტყავს წიიხლს ну არ ვიცი რა თქმა უნდა ეს თან მიღაფი ხო ეს ყველაზე ყველაფერი ერთად კომპლექსურად ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფომ თან გაითვალისწინეთ ერთი რამ ამას ყველაფერს კოორდინაცია ჭირდება ეს შეუძლებელია მხოლოდ შსს უწყების შიგნით გაკეთდეს ესენი თუ არ არიან ინფორმირებულები აი მაგალითად ჟურნალისტები სად არიან
სად არიან ჟურნალისტები? რომ მივიდნენ და ჟურნალისტები. დახმარების რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციის დისტრიბუცია ხდება რამოდენიმე უწყებას შორის. იქ კამერებს ერთი უყურებს, იმას მეორე ურეკავს, დავალებას აძლევს, მე აკონტროლებს. ანის შემთხვევა ეხლა, როდესაც პატრული, ხო? აი მე მეწოდება ეს ბიჭები რა. აი უბრალოდ მათ მდგომარეობაში შევდივარ, როდესაც აკავებენ ვიღაცა არ ვიცი და მე იძულებულები არიან, რომ და მე ჩვენებს უბრალოდ ვთხოვე, რომ მომიტინგებს როგორ აკავებდნენ ცემაცემით მანქანაში როგორ ტენიან და სხვებს როგორ მობრძანდი ბატონო დაბრძანდი ყავა ხوار კადრი კი ბატონო ცოტა დრო დაგვრჩა და მოდი ისევ ხელახალი არჩევნებით დავასრულოთ დღეს შოლცის განცხადება იყო საინტერესო როცა თქვა რომ ალბათ ვიპოვით ადამიანებს რომ ვინც ამ არჩევნებზე იტყვის რომ ეს ყალბი არჩევნები იყო და ვიპოვით სხვა საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებსაც მაგრამ მისთვის ყველაზე სამწუხაროა მთავრობის განცხადება რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას 28 ნოემბრის ანუ შეგვიძლია ვთქვათ რომ დაახლოებით ასეთია დასავლეთის პოზიცია რომ არჩევნების არალეგიტიმურობა კი დაამაგრა ვთქვათ ერთის რო ოპოზიცია მუშაობით მაგრამ ეს დაამაგრა კობახიძე მათ 28 ნოემბრის განცხადებით ნიშნულ საკითხს შეეხეთ და სამცხარო ჩვენს პოლიტიკურ ველზე ამას ჯერ არ ამნახავ იცოდეთ რომ ოცნება ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ამ კრიზისიდან გაყოს ორი საკითხი არჩევნები და არჩევნების შემდგომ რაც იყო ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილი იმისთვის რომ არჩევნების შედეგები დაიცვას ამის უფლება არ უნდა მივცეთ შეიძლება ბევრი რამე დათმოს იმასთან დაკავშირებით რაც არჩევნების შემდგომ იყოს არ ვიცი ადამიანები კანონები გაანთავისუფლოს დაკავებულები და ასე შემდეგ მაგრამ არჩევნები არის ფუნდამენტური საკითხი რომლის გარეშეც ქვეყანა შემდეგი წლების განმავლობაში ვერ განვითარდება ამიტომ ახალი არჩევნების საკითხი ჩვენ არ უნდა დავთმოთ არც ერთ პირობებში რეალურად დღეს არჩევნები უკვე საკითხი აღარ არის არჩევნების შემდგომ იმდენი რამე გააფუჭა რომ ძალთა ბალანსი არანაირად არ ასახავს ხალხის ნებას არჩევნების შემდეგ იმიტომ რომ ოცნებამ გაყალბება რომ ჩამოვაჭრათ ის ხმები რაც მიიღო ის ხმებიც მიიღო დაპირებით რომ ქვეყანას ევროპაში მიიყვანს და ის ხმებიც მიიღო იმ დაპირებით რომ შვიდობა იქნებოდა ქვეყანაში და არც მშვიდობა გვაქვს და ევროპაზეც უარი გვაქვს ეს არის რეალობა ანუ არჩევნები არ უნდა მოიხსნას ეს წესრიგიდან ძალადობამ არ უნდა გადაფაროს არჩევნები არის ერთადერთი შესაძლებლობა გადატვირთვის ნორმალური ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების ის რასაც ეცდებიან ახლა გაყონ არჩევნების საკითხი ცალკე და დანარჩენი ყველაფერი ეს პოლიტიკური კრიზისი ეს არ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდა გაყალბებული არჩევნების შედეგად და გაყალბებული არჩევნების შემდგომ სპირალში შესული ოცნების შეცდომების შედეგად. დიდი მადლობა გიორგი გახარიას ის ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მასვე მშვიდობებით ფორმულას გადასრულებით